ტრანსფორმერები, რობოტების საფარქვეში. ბარიკადები გრიმლოქს ვერ შეაჩერებს. ბოტებო წინ, დაუჩქარეთ. ღილად და ყველაფრისთვის მზად იყავით. გრიმლოკი ვარ. ბარიკადებს გადავლახავ. ამ საქმის მეფე ვარ. მოგწონს, როდესაც უკან მომყვები? რას ამბობ? ფინიშის ხაზზე უკან ბამპერზე მაგვერდებოდი. მაგარია. ხო, მაგარია. დღეს უჩვეულობნელი ხარ, კარგად ხარ? კარგად ვარ. არ მინდა ახალ ბოტებს ვაწყენინო. კარგია, ფორმაში უნდა იყო. რაზმის კუნთები ხარ. შენს გარეშე ვერაფერს გავხდებით. ტრანსფორმერები, რობოტების საფარქვეში. დესეპტიკონის სიგნალი მივიღე ზღვის სიღრმიდან. ნაპირიდან შორს არის. გონი მალე კოსმოსური ხიდი დაგჭირდება. ბოლო ოპერაციის შემდეგ ამ საკითხზე ვმუშაობ. კოსმოსური ხიდი მალე მწყობში ჩადგება. იმუშავებს? უნდა იმუშაოს. ეს გზა დესეპტიკონამდე უმოკლესია. გონი ხიდს მივუახლოვდით. გადავკვეთოთ? რა, დედამიწაზე ასე ამბობენ? ლეიტენანტო, იქნებ მოწოდებებს დაუბრუნდეთ. ეს ხომ მოწოდება იყო. ცდილობდი. კარგად ხარ, გრიმ? ძლიერი დარტყმა მივიღე. იქნებ ფიქსიტმა წასვლამდე შეგამოწმოს. არაფერი მიშავს, ბრძოლისთვის მზად ვარ. ეს კოორდინატები წყალქვეშ დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ. გადამცემები ჩართეთ, რომ კომუნიკაცია შევძლოთ. როგორც ვთქვი, ხიდი არაჩვეულებრივად მუშაობს. რასელ, შენი მუცელი ხმაურობს თუ? განათება ჩართეთ. ეს ხომ კიბერტონის ხომალდია. იქნებ ზღვის მცენარეების სალათა მოვამზადოთ. ვინ წარმოიდგენდა, რომ წყალქვეშა პორტალის გახსნა ასეთ დაზიანებამდე მიგვიყვანდა? ბამბლბი, ფიქსიტ გესმის? გისმენთ, ლეიტენანტო. დისეპტიკონი 8 ფეხას გავს და თან ძველია. 4 ძრავიანი კიბერტონის ხომალდი იპოვა.
ეს ოქტოპანჩია, სერ. დაპატიმრებულია ხომალდებზე თავდასხმისთვის. ხომალდებს თავდასხმის შემდეგ ძარცვავდა. მძიმე ლოდებს საცეცებით გადააადგილებს. ეს ყველაფერი არ არის. მისი საცეცები მგრძნობიარეა. სინათლის, ტემპერატურის და ენერგიის მიმართ. ალბათ ძველი ხომალდის პოვნის შემდეგ ერთ ძველ ძრავში ენერგონის მარაგი აღმოაჩინა. ანუ ხომალდი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. ოქტოპანჩი ეცდება. ხომალდით დედამიწა დატოვოს. ეგ საეჭვოა. რითმში ახლახან შევედი. ჯერ დედამიწის თბილი, ცივი, მარილიანი დინება გამოჩნდა. ახლა კი ეს ავტობოტები. ვინმე გაიგო რა თქვა? არაფერი მესმის. ახლავე გავარკვევ, სერ. სტრონგარ, უფლებები არ წავუკითხო. ვიცი ჩვენი არ ესმის, მაგრამ ავუხსნი რაც გვინდა. კარგი იქნება ასე მიხვდე. თვითნაკეთი დესეპტიკონზე მონადირე წყალში არ გამოდგება. გაგიმართლა, წყალი ხელს არ მიშლის. დაიხსოვნოთ მოწაფეებო, სუსტი ადგილი მონახეთ და დარტყმა მიაყენეთ. ექსტერიერის დაცვა. ყველა კარგად ხართ? ვინმემ დაინახა, სად დაიმალა ოქტოპანჩი. წინა ლუკიდან ხომალდში შევიდა. ეს ლოდი დიდხანს ვერ დაგვიცავს. სხვა მოსაზრება გაქვს? ლაზერი ჩვენ არ გვიმიზნებს. კანონზომიერად გვესვრის. ასე რატომ ფიქრობ? 7, 8, 9. ვიცი სად უნდა წავიდეთ. წინა აღდგობის გადალახვას გავს. აქ კი ვერავინ დამჯაბნის. ასე არ არის. მოყევით, მარჯვნივ, მარცხნივ. მარცხნივ. მარჯვნივ. შეჩერდით. წავედით. ოჯახ საიდვაიფ. იქ კიდევ ერთი ლუკია. შენ კი არ დამიჯერე. მეორე ლუკი ხომალდის საწინააღმდეგო მხარეს არის. სამწუხაროდ დესეპტიკონმა წითელი ხალიჩა არ დაგვიდო. ვცდილობ დავატყვევოთ. აუცილებლად დავატყვევებთ. კარგად ხარ გრიმ? კარგად ვარ. თითქოს გველთევზა დავინახე. გონი ოქტოპანჩმა ძრავი აამუშავა. დანარჩენი ძრავების ამუშავებას არ დავაცდით. მიდი გრიმ, შეძლებ. ეხლა რა მოხდა? ისევ ავტობოტები. მოგებით. მარცხნივ, მარჯვნივ.
სიჩქარეს რატომ არ ვუმატებთ? ვცდილობ დრიფტ. ისევ მარცხნივ. ახლავე გავარკვევ. ეს იარაღი როდის გაშრება? ფიქსიტი ძალიან წუხს, მამა. ის ცდილობს შეცდომა გამოასწოროს. ძველი მანქანების კოლექციას აღადგენს? კარგი ამბავი მაქვს, სტენი. ერთი ვიპოვე. არა. ასე არა. საიცვაი, დრიფ, როგორ გესმით? კარგად ვართ, მაგრამ ამ კედლებში ვერ გავივლით. ხომალდის დაცვა ელექტრონიკას ახშობს. მეორე ძრავი ამუშავდა. საიდვაიფმა თქვა, ძრავები მწყობშია. ჩვენი უპირველესი მიზანი ხიდამდე მიღწევაა. ოქტოპანჩი უნდა შევაჩეროთ, კოსმოსში არ წაგვიყვანოს. გავიყოთ. რა ხდება? ფიქსიც გავხართ. ბევრი დამხმარე მეყოლება. მიდი დინობოტო, რაზმს უნდა დაეხმარო. შენს გარეშე გაუძნელდებათ. გრიმლოკ, მადლობა პრაიმს. კარგად ხარ? კარგად ვარ. მინდა შევამოწმო კედელში თუ გავივლი. არ გამოვა. კარგი აზრია. წინ. კომუნიკაციის აღჭურვილობას გავს. დრო არ გვაქვს რაზმის დანარჩენ წევრებზე გამოვცადო. ყველანი კარგად არიან. ჩვენ ორნი ოქტოპანჩს გაუმკლავდებით. მართალი ხარ. ეს რა იყო? ამას ვერ ვხედავთ. ოპტიკა დაარეგულირე. ეს ნანობოტები ჯავშანში გაატანენ. ძალიან ბევრი არიან. როგორ მოვიქცეთ? ახლავე წავიდეთ. გრიმლოკ. გრიმლოკ. გრიმ. მაბადიები. მესამე ძრავი ჩაირთო. ჩემი ბრალია. სიხშირე ჩართე, რომელიც მათთან ადგურებთ. მიზეზი დრონები არ არიან. დაშავდი და ამას მალავ. ვარჯიშის დროს დამემართა. რაზმის დაღალატება არ მინდოდა. ვთქვი რომ ძლიერი ვარ და უჩემოდ ვერაფერს გახდებოდით. მაპატიე, შენ შეკებას ვცდილობდი. საყვედურის თქმას არც ვაპირებდი. თუ დაშავდი, არ უნდა დაგემალა. დაშავება ჩვენს ღალატს არ ნიშნავს. სხვაგვარად, თელს მისიას და ჩვენს საფრთხე გვემუქრება. ვიცი. აქ დამტოვე. არა მეგობარო. ეს აქედან გასვლაში როგორ დაგვეხმარება? ბევრი პრობლემის პასუხი. ჯეტსტორმ, შვიდად. მაპატიეთ მეთაურო. ბევრი პრობლემა გადაწყდება.
Slipstream. მაპატიეთ მეთაურო. ბევრი პრობლემა გადაწყდება 7 გონებით. Sidewave. მაპატიეთ. ლეიტენანტო, მიპასუხეთ. Sidewave. გესმის? ბოტებო, სად ხართ? სერიოზულად. რაზმის წევრების ნაცვლად დედამიწის რადიოში ჩავერთე. მეოთხე ძრავი ჩასართავად მზად არის. შვიდობით დედამიწა. აქ ძალიან არ მომწონს. ახლა უფრო არ მოგეწონება. ჩვენთან წამოხვალ. ასე არ ვფიქრობ. ვერაფერს ხედავ. ოქტოპანჩი სად არის? სად წავიდა? აქ ვარ მეგობრებო. აქ ვარ. ახლა აქ ვარ. ახლა აქ. შვიდად წასვლას ვცდილობდი, მაგრამ მოულოდნელად თქვენი გამოჩენით სასაცილო არ არის. ძალიან მეტკინა. მოდროგა, ახლა ისეთ გითავაზებ. ძალიან გტკივა? გტკივა? თითქმის ვერ გრძნობ. გამშვები მექანიზმისთვის ძალა საკმარისი გაქვს. ახლავე მივხედავ. ახლა შეგვიძლია დავბრუნდეთ. განგაში. თვითგანადგურების პროცესი გააქტიურდა. ათვლა დაწყებულია. უნდა შევაჩეროთ. ოქტოპანჩი მოიყვანე და სხვებიც ვიპოვოთ. კარგია, გვიპოვეთ სერ. ამ მუსიკას ვეღარ ვუსმენ. მე კი მედიტირება მომიხდა. Sidewave, Strongarm, გრიმს დაეხმარეთ. საჭირო არ არის, თვითონ შევძლებ. დღეს დაისვენე გრიმ. ერთი რაზმი ვართ. და მძიმე სამუშაო მარტომ არ უნდა შეასრულო. ო, ვიცი. საოცარია, არ მეკითხები ადრე რატომ არ გადაგარჩინეთ. მივხვდი, ცდილობდით. სწრაფად რაზმო, გრძელი გზა უნდა გავიაროთ, დრო ცოტა გვაქვს. თვითგანადგურებამდე დარჩა 15, 14. თუ ასე გაგრძელდა, თავს ვერ დავაღწევთ. ჯერ არაფერი დასრულებულა. ბოტებო, იფიქრეთ. ბი, თქვი რომ დაცვის სისტემა გამოირთო. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი კომუნიკაციის საშუალება ჩაირთო. ოჩახ გრიმ, ბამბლბი, ფიქსით, მიღება. ძალიან წუხარ დენი გლეი. მესმის ფიქსით. უბრალოდ სანამ პორტალს გახსნი, გამაფრთხილე. ფიქსით, გესმის? მიპასუხე. მესმის ლეიტენანტო. პორტალი გჭირდება სასწრაფოდ. დენი გაგაფრთხილე. კოორდინატები შევიყვანე. პორტალი აქტიურია. ხუთი, 4, 3, 2, 1. ოპტიმუსმა მასწავლა, რომ წარმატება რაზმის კეთილდღეობით მიიღწევა. ორივეს გაგვიმართლა, კარგი მასწავლებელი ყავდა. ფიქსით, გრიმლოკს დაეხმარე. ახლა გრიმლოკ, კერდის პანელი გახსენი, შევამოწმებ. მიცით რას გეტყვით? პატრულირების დროა, უნდა წავიდე.
აი მესმის საქმის სარდგულება. ძიმე ოპერაციის შემდეგ პატრულირებას არ შეუშინდა.